იტალიური რენესანსის ცნობილი მხატვარი რაფაელ სანტი დასავლური ხელოვნების მოცარტის სახელით იყო ცნობილი. ნაყოფიერი შემოქმედი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ ფრესკების გარდა, რომლებიც ვატიკანის 4 სივრცეს ამშვენებს, ასობით ნამუშევარი დატოვა. ხშირად გონია, რომ რენესანსის მთავარი ვარსკვლავები ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო იყვნენ, მაგრამ ხელოვნების ისტორიკოსები ამბობენ, რომ ნამდვილი მეფე რაფაელი იყო. ის იყო ნამდვილი ვარსკვლავი, მეგობრობდა რომის პაპებთან, მართავდა გრანდიოზულ წვეულებებს, იყო გენიალური მარკეტოლოგი და თავის სტილს სხვადასხვა ასისტენტებისა და გრავიორების დახმარებით მთელ ევროპაში ავრცელებდა, ზუსტად ისე როგორც დღეს ბრენდები მუშაობენ. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში 28 ივნისამდე იყო წარმოდგენილი. სახელწოდებით რაფაელი ამაღლებული პოეზია. დუმარე ფერებში გადაწყვეტილ საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო 200 ნამუშევარი, რაც შესამჩნევ კონტრასტს ქმნიდა ტილოების ნათელ ფერებთან. ხოლო ჭერზე არსებული თაღები ეკლესიებს მოგოგონებდა. ექსპონატები იყო ნახატები, ფერწერული ტილოები, გობელენები და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები. 1510 წლიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე რაფაელი იტალიური რენესანსის უდიდეს მხატვრად ითვლებოდა და დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემოქმედად სახელდება.